Solidarობა ცხოველებს არ აძალადობას ამ სლოგანებით ცხოველთა უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები ბათუმის მერიის წინ შეიკრიბნენ და საზოგადოებას ცხოველების უფლებების დაცვისაკენ და გულისხმიერებისაკენ მოუწოდეს. Ამ ფორუმით აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში მომხდარ ვანდალურ ფაქტს გამოიხმაურნენ. ზესტაფონის მკვიდრმა მეზობლის ზაღლსთავი მოაჭრა, ფოტო გადაიღო და სოციალური ქსელით გაავრცელა. მსგავსი აქციები ცხოველთა უფლებადამცველებმა უკვე გამართეს თბილისსა და ქუთაისში, ბათუმში მომიტინგეებმა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებთან ერთად რეგიონში ცხოველთა თავშესაფრის გახსნაც მოითხოვეს. იმ ფაქტმა აგვახსოვდა ძალიან, რომ მოხდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ ძაღლს მოჭრა თავი და შემდეგ ქალაქის ქუჩებში დადიოდა ძაღლის თავი, თითქოს აჩვენებდა და აი მე რა გავაკეთე და დაიწყო მოძრაობა ცხოველთა დასაცავად და გადასარჩენად და ჩვენ უბრალოდ მოვედით რომ შევუერთდეთ ამ მოძრაობას. ცხოველებსაც გააჩნიათ უფლებები და 239 მუხლის თანახმად მათი უფლებებიც უნდა იყოს დაცული ისევე როგორც ჩვენი. ანუ ისინი ისეთივე ჩვეულებრივი არსებობენ როგორებიც ჩვენ. და ჩვენს საჭიროა და აუცილებელია რომ შეწყოს მათი ზავადობა. 10 დღის წინ ბრალეკ თვილი ლეკვები დაყრილი დედამისი მოყვრით ჩაყრილი იმან სამაგერში. ისეთ პატარებია რომ აგერ მეორე ჩამოშრომილეს ის სოსკებით გამოზარდე. ხოლო შეწყდეს ეს იგი მკვლელობა. მე მინდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს სტრუქტურით. და სახელმწიფო შეიგნოს რომ არსებობს ცხოველთა დაცვა და შეიძლება ცხოველების გადარჩენა.